იცით თუ არა, რომ სურსათი ზოგიერთი მწარმოებელი საჭიროებს შესაბამის რეგისტრაციას, რომლის გარეშე ფუნქციონირებაც ჯარიმას ითვალისწინებს. ამისთვის გავიცნოთ სურსათის 3 ტიპის მწარმოებელი. მართაბებოს ყავს რამოდენიმე სული საქონელი. მიღებული რძისგან ამზადებს ყველსა და ძის სხვა პროდუქტებს, რომელთაც არ ყიდის და მხოლოდ ოჯახში მოიხმარს. მართაბებო არის ოჯახური წარმოების სუბიექტი და არ საჭიროებს რეგისტრაციას. გელას ყავს 4 სული საქონელი. მიღებულ პროდუქციას იყენებს ოჯახში, თუმცა ზოგჯერ ნაწილის რეალიზაციას ახდენს აგრარულ ბაზარში. იმისთვის, რომ გელამ გაარკვიოს რა სახის რეგისტრაცია საჭიროებს, მან უნდა იცოდეს განსხვავება ბიზნეს ოპერატორსა და არაორგანიზებულად მწარმოებელს შორის, რაც მფლობელობაში არსებულ ცხოველთა სულადობასა და სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთის მოცულობაში გამოიხატება. ვინაიდან გელას საკუთრებაში ყავს არაუმეტეს 5 სული მსხვერპლფეხა საქონელი და ახდენს მიღებული პროდუქციის თუნდაც ნაწილის რეალიზაციას, იგი წარმოადგენს არაორგანიზებულად მწარმოებელს და ვალდებულია რეგისტრაციისთვის განცხადებით მიმართოს სურსათის ეროვნულ სააგენტოს. რეგისტრაცია უფასოა. ლელა ფლობს 30 სულიან საქონლის ფერმას და რძეს აბარებს რძის შემგროვებელს. ვინაიდან ლელა ფლობს კანონმდებლობით განსაზღვრულ სულადობაზე კერძოდ 5 სულზე მეტ მსხვერპლფეხა საქონელს და ახდენს მიღებული პროდუქციის რეალიზაციას, იგი წარმოადგენს ბიზნეს ოპერატორს და ვალდებულია დარეგისტრირდეს საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს ეკონომიკურ საქმიანობათა რეესტრში. რეგისტრაციის გარეშე საქმიანობა ექვემდებარება დაჯარიმებას. ეკონომიკურ საქმიანობათა რეესტრში რეგისტრაციის მოქმედების ვადაა 1 წელი და საჭიროა მისი განახლება. გაითვალისწინეთ, რომ გარდა რეგისტრაციისა ზოგიერთი ბიზნეს ოპერატორი საჭიროებს აღიარებას და ლიცენზირებას. უფრო დეტალური ინფორმაციისთვის მიმართეთ შესაბამის სამსახურებს. ამ და სხვა მოთხოვნებისა და პროცედურების შესახებ შექმნილი გზამკვლევის გადმოსაწერად ეწვიეთ ბლოგ აგრონავტს მისამართზე blog.agronavt.ge. ასევე მისი მოკლე საინფორმაციო ვერსია შეგიძლიათ მოიძიოთ მობილურ აპლიკაცია აგრონავტში.